ალიკუნია ჩვენი PR მენეჯერი, პროდიუსერი და რეჟისორი და ჩვენი შემქმნელი. ახლა კრედიტი მისცა. გამარჯობა. გამარჯობა. ტრეილერების შემდგომ უკვე გადავედით რეკლამების რეაქციაზე. მოგეხსენებათ, რეკლამები პოპ-კულტურის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ რას საკვირველია პოპ-კულტურის ყველანაირ შემადგენელ ნაწილს განვიხილავთ. თქვენც თუ გაგვიზიარებთ, ქართული უცხოური ძველი ახალი მნიშვნელობა არ აქვს. დავწყოთ. კარგი. Listen up, babies. Life's not fair. You get no say in the world you're born into. You don't decide your name. You don't decide where you come from. You don't decide if you have a place to call home or if your whole family has to leave the country. Yeah, it's messed up. You don't decide how the world judges a person like you. You don't decide how your story begins, but you do get to decide how it ends. Yes! სანმაგარი იყო აი ბოლოს როგორც დამთავრდა რო ადგაის ბავშვი ხო, იგი მოსწონს რომ რაღაც სტორი ტელინგი ძალიან ხომ. ანუ სხვა Nike-ის რეკლამა და უნდა ეთყობოდეს ასე ვთქვათ, რომ არის სპორტთან დაკავშირებული და შემდეგ. და როგორც ჩანს რა, ანუ აუცილებლად ეგრე იქნება, რომ რომ სპორტსმენებს ასპონსორებს Nike, იმათი ბავშვობა იყო, ეხლა დაუშვათ Adidas არა, ეგენი არ იქნებოდნენ, ხო? ბოლოს ეს just do it iconic ფრაზა რაც არის ამათი, მაგით ხვდები, რომ Nike-ის რეკლამა, თორე ესა ვერ ხვდები რა, არის რეკლამა, ანუ სპორტთან დაკავშირებული რო არის ხვდები. მე ძალიან მოწონა, იმიტომ რომ გასაგებია, რომ სპორტული აქსესუარების ბრენდი არის Nike. ცალსაკეხო აქვს ხოლმე რაღაც ახალი ფეხსაცმელი გამოდის, რაღაცა მაისურ გამს, ანუ როგორც ზოგადად ბრენდის რეკლამა, ძალიან მომეწონა და თან ბავშვების გამოყვანა რეკლამაში და აი ეს ყველა ვიცი რომ საყვარლები რო არიან, ამიტომ ყველა რაღაც დადებითად განეწყობა მაყურებელი ასეთი რეკლამის მიმართ. აქ სულ სხვა კუთხით რო იყო გაკეთებული, ანუ სულ სხვა რაღაცით იყო რა. მონოლოგიც არ იყო რაღაც კრინჯი და რაღაც ანუ კარგად იყო რა დაწერილი რა. ყოჩა Nike just do it. Nike-ის შემდეგ რეკლამაზე გადავიდეთ და ცოტა ჩვენს გავიხსნებით რაღაც შემოჭილები ვართ. ნუ ვართ რათა შემოჭილები თუ შეიძლება. 3, 2, 1. ერთი წამი რა. Wow. Okay, ხალხო Mercedes-Benz რეკლამა. ეს რო არ ვიცოდეთ, ძალიან გაიქნებოდა ანუ ეს რეკლამა. ისეთი რომ Mercedes-ის რეკლამად გადაიქცეს ეს. ხო რა ვიცი, ძალიან გიჟობა რაღაცა. კიდე კაი სათაური არ წავიკითხე. რამე chicken magic body control და აი ეგ არის რა, იმ თავარი კარგი რეკლამაში რა. არის რო აი რაღაცა ყველაზე უცნაური რაღაც უნდა დააკავშირო იმასთან, რასაც არეკლამებ, იმიტომ რომ ეგ ამახსოვრდება ხო, ადამიანებს. არა ზუსტად დავიწყდა. ხო. აი ხა ერთ რაღაცას ვიტყვი რა.
ხო გამიხილოთ რეკლამებს და YouTube-ზე ხო ვნახულობთ და ჯერ ორი ვნახეთ, მაგრამ რამხელა სხვაობა არის YouTube-ზე რომ გიგდებს რაღაც რძის პროდუქტის რეკლამას და უცებ რომ მერე გადადიხარ, აი რამხელა დისბალანსი არის და რამხელა სხვაობა. ხო, ამ რეკლამაზე ლიკუნიამ გითხრა რომ ძალიან კლასიკა რეკლამა აქვს, Set fire to your hair, poke a stick at a grizzly bear, eat medicine that's out of date, use your private parts as piranha bait. Dumb ways to die, so many dumb ways to die. Dumb ways to die, so many dumb ways to die. Get your toast out with a fork, do your own electrical work, teach yourself how to fly, eat a 2-week-old unrefrigerated pie. Dumb ways to die, so many dumb ways to die. არა, აშკარად ამის ერთმანეთს არის ეს საქმე. მისი რეკლამა. როგორ მოუკვდეთ სწრაფად? რა შეიძლება მტკივნეულად. In outer space, use a clothes dryer as ხო უბრალოდ გიждები. აი უსაშინეს რაღაცებს მოყურებენ და ის საყოველთაო გაკეთება. dumb ways to die. So many dumb ways to die. მე კიდე მოტრიალებს ვიყავი. So many dumb ways. ეს რა ჩილარი. ახლა ნეტარი რეკლამა. აი, ანუ ეგ არის ძალიან რომ გაინტერესებს ხა რისი რეკლამა. უკაცრავად ხმა გაუთხე. I wonder what's this red button do? ვაიგე, ეს რაღაც ძალიან აქტუალურია. შეკერეული. So many dumb ways to die. Dress up like a moose during hunting season. ანუ როგორი განაიცადა? Some wasps for no good reason. Stand on the edge of a train station platform. Drive around the boom, gets out of line. მართალიც უნდა ფორდეს რო გავიგორი ეს რეკლამა. They may not rhyme, but they're quite possibly dumbest ways to die. Dumbest ways to die. Dumbest ways to die. ეხლა რო არ დაიწეროს რომ ანუ ეხლა რო უბრალოდ ეს კლიპი იყოს. So many dumb ways to die. Be safe around trains. A message from Metro. Oh my god! Be safe around trains. Trains გასაგებია. ანუ ხო, კაი. ანუ ძალიან მართლა ძალიან ბევრი ის ყო, მე მეგონა რომ უფრო ზოგადი ანუ რაღაცა არ ვიცი რაღაც ეგეთი რამე იქნება, იმიტომ რომ ანუ მატარებელი რამდენიმეგან ჩანდა მარტო რა, ისე რავი ატომური ბომბი და ყველაფერი იყო რა. საინტერესო იყო კი. ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ და არ ვიცოდი აქედან თუ იყო ესე ვარ. ხო? ხალხო ძალიან ძველ, არა ძალიან ძველ უფრო ძველი რეკლამაც იქნებოდა, მაგრამ საკმაოდ ისეთი ასაკოვან რეკლამას ვუყურებთ ახლა. ეს არის 1994 წლის Apple-ის რეკლამა. და ვაუ, მაინტერესებს. Today we celebrate the first glorious anniversary of the information purification directives. We have created for the first time in all history a garden of pure ideology, where each worker may bloom, secure from the pests of their contradictory thoughts. Our unification of thoughts is more powerful a weapon than any fleet or army on earth. We are one people, with one will, one resolve, one cause. Our enemies shall talk themselves to death, and we will bury them with their own confusion. We shall prevail.
On January 24th, Apple Computer will introduce Macintosh. And you'll see why 1984 won't be like 1984. Wow! თავიდანვე რო დაიწყო მეთქი Star Wars-ი, Dune-ი, აი Star Wars-ის ეს პირველი Star Wars-ის იყო და უცებ ეს ხალხი რომ მოდის მე წავედი მეტროპოლისის იმაზე, ეს ასე რომ მოდიან და ეკრანზე უკვე ეგრევე 1984-ზე მიდიხარ. ნუ გასაგებია რომ მაინც უდისტოპიებში დამეშტრიალებით, მაგრამ ვაუ, ძალიან მაგარი იყო, მოიცა? ძალიან კაი იყო. ძალიან მაგარი იყო. ეს 1994 წლის რეკლამა ხალხო. აი ამას ვიყიდი. რომ დაბადებულიყავი იმ დროს და ისეთი თანხა მქონოდა, რომელიც ძალიან გაფანგვარი იქნებოდა. ნუ არ ძალიან მაგარი, რავი. ძალიან ცუდი ისინი ვართ დამრეაქტებლები. ანუ უცოდესობას დამრეაქტებლები ვართ. ბრენდომად მოვიტან პეპსი და კოკა-კოლას ის რომ მეთქი რაღაც რეკლამები თქოდა ქალბატონმა ლიკუნიამ პეპსის რეკლამას გაგვიზიარა. გემოვნების ამბავია გემუთი რომელი უფრო მოწოს ხალხს, მაგრამ პეპსის ძალიან კრეატიული რეკლამები ქონდა ყოველთვის, აი ყოველთვის. გლადიატორების ეს ის არის? ხო. რომელი წლის არის, იმიტომ რომ 2004. Okay. Aurieta 4 წელი ხალხო და აი ეს ხალხი რო ყავთ რეკლამაში Pinky, Beyoncé, Britney Spears და Enrique Iglesias-ი. 2004 წელს რა დაუგზათ ეს რეკლამა? არ ვიცი. ესეც რო დააჯრობით. Make a big noise playing in the street, gonna be a big man someday. You got mud on your face, you big disgrace, kicking your can all over the place, singing we will rock it. I said we will. მოიცადეს, ვაი მე ხეს თუ ის არის. Can all over the place, singing we will. კონდე არის ატრენი ეს რეკლამა. ანუ ბრაიან მეიდო. აი ეს არ ვიცოდი ახლა დავაკვირდი. აუ პეპსი, უკასრავად ბატონო პეპსი. ვაუ, ეს გადა ეს წავიღო. კოკა-კოლა აღარ მინდა. ვაუ. ეს არ ვიცოდი, შენ იცოდი? ეს ნანახი ქონდა? ადრე მქონდა ნანახი და ძალიან გაგჟებული ვიყავი რომ ეს 2004 წელს რეკლამა და 2004 წელს Beyoncé, Pinky, Britney Spears და Enrique Iglesias-ი ძალიან ძვირი სიამოვნება რაღაც 3 წუთიანი რეკლამისთვის არის ძალიან ძვირი სიამოვნება და თურმე რა Beyoncé და Pinky ხარვინზის ვაუ ოკეი, კაი, დავამთავრეთ და მე Why you said we will rock it. Oh yeah. Buddy, you're a young man, hard man, fighting in the streets, gonna take on the world someday. Blood on your face, big disgrace, waving your banner all over the place. Yeah. We will rock you. ნუ სამსიმეც გამოყენება სალარია ფირო რამე. Buddy, you're an old man, poor man, waiting with your eyes, gonna make you some peace someday. You got mud on your face, big disgrace. Somebody better put you back in it. Pink Marco gadahia super
ბეჯორი ვალა. ახლა კიდე ვიღაც უნდა ფრედი წამოაყენეს არ ვიცი. უბრალოდ ხანდახან მოვიწყდება რა პეპსის რეკლამა, ანუ ის რო არ გამოჩნდეს ხოლმე მოვიწყდება რა ხდება. ამიტომ რო პრაიმ მეი გამოჩნდეს ისო პეპსი. შოროდოთ, არა? ვაუ, კაი, ეს უკვე უნდა განვიხილოთ ძალიან, იმიტომ რომ კამეოები იყო მაგარი და სიმღერა იყო მაგარი და კაი იყო რომ ხანდახან აჩვენდნენ ხოლმე იმ კაცს სადაც პეპსი იყო, იმიტომ რომ ანუ იმდენად სასიამოვნო იყო და მოსასმენი რომ მოვიწყდებოდა რომ პეპსის რეკლამაა. კამეოები და ზოგადად ეს ცნობილი, ჯერ მარტო ფეხბურთელები, ან პეპსი და ფეხბურთი რაღაც არის ხო? თან ჩვენ მამარდა ახლა ძალიან კრეატიული რეკლამები აქვს ხოლმე და აი ეხლა მაგალითად Mercedes-ის რაც იყო რაღაც რაშუაში ქათამი და სიცილი რო გიტყვა და ძალიან არასერიოზულად ხა განწყობილი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ რაღაცას რომ უნდა დაუჭირო ერთი და იგივე თემა და რაღაცაზე უნდა გამოდო და ერთმანეთს დაუკავშირო, ეგ ძალიან მაგარი არის რეკლამისთვის, მაგრამ ეგ აქცევს რეკლამას. ხო, განსაკუთრებულს და პეპსის აქ ხოლმე ძალიან აი ხშირად აქ ძალიან ალოგიკური რაღაცები რომ გლადიატორების შეკინებაზე და ეს ეგეთი რაღაცები ხოლმე ძალიან ხშირად ეს მარტო პეპსის არ აქვს ხოთაც, მაგრამ ძალიან მაგრა აკეთებს ხოლმე რა. მაგიტო არიან დასამახსოვრებელი თორე ახლა მართლა წაგანას YouTube-ზე რო ხდება სოფლის ნობათის და რაღაც მაგარი იმისი რეკლამები და პირდაპირ ყველა კადრში რო იმას წეს და იმას აჩვენებენ, მაგიტო არავის არ მახსოვრება ეგ რეკლამები არასდროს. ახლა ჩავარდეთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რეკლამა რაც მინახავს და ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული და მაგარი რეკლამა ალბათ რაც მინახავს, ესეც არის პეპსის 12.939. ¿Qué significará ese número? Ni idea. Y además, ¿por qué lo han puesto ahí? Oye, a lo mejor es una fecha, ¿eh? Aunque no me suena de nada. ¿Qué pasa? ¿Que ahora eres historiador o qué? Yo creo que es... que no tiene ningún sentido. No sé, tíos, pero a mí me está entrando una sed. აი ხონახი ქონა და კიდე აუ თან რაღაც 25 წამიანი რეკლამაა თუ რაღაცა ძალიან პატარა რეკლამაა და რაღაც მეტაფორული რაღაც ეგეთი არ არის, უბრალოდ ძალიან ყოფითია რა, იმიტომ რომ მართლა შეიძლება ეგეთი რამე დაგემართოს რომ ვერ შეამჩნიო კი არა, ანუ პერსპექტივაზე არა დამოკიდებული და ზუმი ძალიან კაი იყო. ხო, ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული რეკლამა არის მე პირადად რაც მინახავს. კი, ანუ ეს მაინტერესებს როგორ აღმოაჩინეს რომ ანუ როგორ ხო, აი ეგეთ რაღაცებზე გავფიქრებს. ეს რო პირველად ვნახე, მომინდა რომ ცხოვრების უკანასკნელ წამამდე მარტო პეპსი მესვა, იმიტომ რომ ისე ვაიმე როგორ ვერ მიხვდა, ვერც მე მივხვდი როგორ გამასულელეს, ვაიმე. ეგ ის ქონა პატარა ვიყავი ეს რომ ვნახე ძალიან ბავშვით არა, მაგრამ ნუ ისეთ ასაკში და აი ძალიან გამიხარდა რომ ასეთი ჭკვიანული რაღაცა რომ მოიფიქრა ვიღაცა. რიცხვს უყურებ და ანუ ცდილობ ანუ როგორ პერმატრიალებ კონდეფაში. აუ ძალიან მაგარი. აუ ძალიან ხო, აი ეს არის რეკლამა, აი ეს არის რეკლამა და ესეთი რეკლამები უნდა ხო, ამ რეკლამებიდან რაც ვნახეთ, არც ერთი არ დამოვიწყდება და ის მე მოხსოვდება რისი რეკლამა. მადლობა რომ გიყურეთ. ნახვამდის.